წინა თუ წინა ბლოკში ვთქვი რომ რუსეთი სუსტდება ეს ფაქტია ეს ჯიუტი ფაქტია ის უკვე დასუსტებულია ახლო აღმოსავლეთში იცით თქვენ რაც მოხდა სირიაში და ასადი ვერც ვეღარასოდეს დაბრუნდება სირიის სათავეში და მისი ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ცდილობს სირიის მაქსიმალურ დეიზოლაციას და მაქსიმალურ ადეკვატურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ახლო აღმოსავლეთი ძალიან რთული რეგიონია იქ რამდენიმე რეგიონული ლიდერის ინტერესები იკვეთება ეს რეგიონული ლიდერის სახელმწიფოები ერთმანეთთან ერთგვარად დაპირისპირებულებიც არიან მე რატომღაც მგონია და აბსოლუტურად დარწმუნებულიც კი ვარ რომ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე ასე მაგალითად თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობები არ მივა მიუხედავად იმისა რომ ხარეები ერთმანეთის მიმართ ლბილები და ტკბილები არ არიან მაგრამ სირიაზე ვილაპარაკოთ ისევ და რუსეთზე ვილაპარაკოთ რუსეთი სუსტდება დასუსტებულია ახლო აღმოსავლეთში ყველაზე უფრო ისეთი განცხადება აღარ არის ისეთი განცხადება ეს რუსეთისთვის სასარგებლო სუსტია სლაბარასია ხო რეალურად რუსეთი აღარ არის მოდი ასე ვიტყვი ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილი არ არის თუნდაც სწორი სიტყვა მაგრამ მაინც ირანში მომხდარი ამბების რუსეთის დასუსტების მადასტურებელია უკვე მომხდარ ამბებს გულისხმობ ის რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტში ჩაერია შეერთებული შტატები და შეერთებული შტატები მიეხმარა ისრაელს და დაბომბა და დაასრულა თუ გეუბნებათ შეაჩერა მეთქი ასე ვიტყვი ირანის ბირთვული პროგრამა ირანში შემდგომი არეულობების საფუძველიც არის ეგრა მაგის პასუხია უკმაყოფილება საზოგადოება იცით რა პროცესების მიმდინარეობს ახლა ირანში ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ ცალკე ვიდეო ბლოგში როგორ განვითარდება გარკვეულზე მაღალი ალბათობით პროცესები თეირანში და არა მხოლოდ იქ რამდენიმე ათეულ ქალაქშია გამოსვლები მოკლედ ალის რეჟიმის დასუსტებულია და შესაბამისად რუსეთის დასუსტებულია რომელმაც ვერ დაიცვა ეგრა მაგის პასუხია ირანი და ვერ დაიცვა სირიას ვენესუელაზე ისიც თქვენ რუსეთმა ვერ უზრუნველყო მისი პარტნიორის სამხრეთ ამერიკაში მისი პარტნიორის დაცვა აკი ამიტომაც ომის მინისტრმა პიტერ ჰექსეტმა დასცინა კიდეც რუსეთს თავის ერთ-ერთ გამოსვლაში 2 დღის წინ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები პრაქტიკულად ვერ ამუშავდნენ დაჟანგული მეთქი ასე ვიტყვი საჰაერო თავდაცვის სისტემები ამერიკამ გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა ამერიკამ შეძლო შეუძლებელი და გარისკა კიდეც ასე ვიტყვი მაგრამ ეს ოპერაცია მზადდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მადუროს დაკავებას გულისხმობ და ეს იყო ბრწყინვალე ოპერაცია მადასტურებელი რომ ამერიკის კონტინენტზე და არა მხოლოდ ამერიკა არის უმძლავრესი სახელმწიფო რომელსაც იმის გაკეთება შეუძლია რაც განზრახული აქვს თუ ჩანაფიქრი აქვს ანუ მომზადებული სასაკვირველია თუ არის სამხრეთ ამერიკაში რუსეთი დასუსტდა ახლო აღმოსავლეთში რუსეთი დასუსტდა კავკასიის რეგიონზე რო არ ვილაპარაკოთ წარმოუდგენელია მას შემდეგ რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღმოფხვრეს ეს ისტორიული დაპირისპირება და ეკონომიკური ურთიერთობების გაჩაღებასაც ცდილობენ და გააჩაღებენ კიდეც თურქეთთან ერთად რასაკვირველია უნდა ითქვას რომ კავკასიის 2/3-დან რუსეთი თლად ამოძირკული არ არის იმიტომ რომ იქ არსებობს რუსული სამხედრო ბაზა და სომხეთში და რუსეთის ინტერესები და რუსეთი რევანშს რასაკვირველია ეცდება მაგრამ რუსეთი იმდენად დასუსტებულია რომ ამ რევანშის შესაძლებლობა მას მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს და რუსეთი ვიდრე მოფერიანდება ყოველ შემთხვევაში მანამდე ამ რევანშის კავკასიის პატარა რეგიონში რევანშის შესაძლებლობაც კი არ აქვს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აზერბაიჯანიც კი რომელმაც თითქოს დაამთავრა ომი სომხეთთან და გაიმარჯვა ზრდის საკუთარ თავდაცვის ხარჯებს სომხეთიც კი რომელიც დამარცხდა ამ ომში და აღარაენაირ პრეტენზიას აღარ აცხადებს ყარაბაღზე მთიან ყარაბაღზე ზრდის საკუთარ ხარჯებს რატომ რუსეთს გაუწევენ წინააღმდეგობას არა რასაკვირველია რუსეთი თუ უმძლავრესად იქნება წარმოდგინეთ თუ შეძლებს და თუ შეუტევს სომხეთს რუსეთს ექნება შესაძლებლობა სომხეთის დანგრევისა მოდი თუ გდებავთ ასე ვიტყვი მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არის აუცილებელი ფაშინიანიც ამას ფიქრობს და რაც მთავარია რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტების აღმოფხვრითაც არის დაკავებული სომხეთის ლიდერი იცით თქვენ მისი
გალაშქრებების თაობაზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმართ თუ წინააღმდეგ და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, სწორი და თამამი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში აგენტურა ჩანერგილი სომხურ საზოგადოებაში, წინააღმდეგობას აწყდება ფაშინიანიდან არა, მაგრამ თუ ამ პროცესშიც გაიმარჯვებს და უკვე შემდგომ პარალელურად არჩევნებში, რუსეთი კიდევ უფრო დასუსტებული იქნება კავკასიის რეგიონში, ესეც უნდა ვიცოდეთ. სად არის კიდევ დასუსტებული? ცხადია, ევროკავშირში დასუსტებულია 2, კარგი, მაქსიმუმ 3 დასაყრდენიღა დარჩა რუსეთს ევროკავშირში, რომ ვიცოდეთ, მაინც გასაკვირველია გულისხმობ ორბანს, გასაკვირველია გულისხმობ ფიცოს, გასაკვირველია გულისხმობ სერბეთს და მის ლიდერ უჩიჩს, მაგრამ პრინციპში ევროპა მაინც ერთი სულის კვეთების არის მეთქი ასე ვიტყვი და მისი ძირითადი ნაწილი, ევროპის ძირითადი ნაწილი შესანიშნავად ხვდება რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობას. პორტუგალიელები ნაკლებად რომ ხვდებიან ვიდრე ესტონელები, ასე მაგალითად ჩეხებიც კი, რომლებმაც რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს ჩემი აზრით, მაგრამ ამას არ აქვს ახლა პრინციპული მნიშვნელობა. პორტუგალიელები რომ არასწორად ხვდებიან კი არა, ბოლომდე ვერ ხვდებიან რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობის თაობაზე, ხო, ეს არ არის პრობლემა, ერთიანია ევროპა. მეთქი თუ ევროკავშირის შენარჩუნება უწევია, ის ერთიანი იქნება. თუ არა და ახალი ალიანსები, მოდი ასე ვიტყვი, ევროკავშირში რასაკვირველია ჩამოყალიბდება, თუ მაინც და მაინც გავიზიარებთ ამ ცოტა გიჟურთ ჩემი მოსაზრებით რიტორიკას და რაღაც ფიქრებს შალვა პაპუაშვილისა, რომ ევროკავშირი დაინგრევა, რომც დაინგრეს ევროკავშირის ადგილზე შენარჩუნდება ის ერთობა სახელმწიფოებისა, რომლებიც სხვადასხვა უკრაინის გარშემო იქნება შექმნილი, თუმცა ევროკავშირი როგორც სივრცე ჩემი მოსაზრებით არც დაინგრევა. რუსეთი სუსტდება, მოკლედ ევროკავშირი. აღმოსავლეთში სუსტდება მეთქი, ხო, არ ვიცი, სუსტდება ალბათ, იმიტომ რომ ინდოეთი არ იქნება მასზე ჩამობღაუჭებული, მასზე დამოკიდებული და ჩინეთი კი მისი გამომყენებელია, სუდი სიტყვა მომივიდა, მომადგა ახლა ენაზე. ხო, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც იყენებს რუსეთს როგორც პროქსი სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც უნდა გამოიყენო და ამის შედეგად დაასუსტო ასე მაგალითად ევროკავშირი, თუმცა და ზოგადად დასავლური სივრცე, თუმცა ჩემი აზრით და ჩემი ფიქრით, ჩინეთი ამ პოლიტიკას გარკვეული პერიოდის შემდეგ შეწყვეტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უხეშ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალას კიდევ ერთხელ დაინახავს, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ირანს დაუბრუნდები, მათ შორის ირანში არ არის გამორიცხული, რომ ტრამპმა აღასრულოს, შეასრულოს იქს მუქარა, რომლის თაობაზე თქვენ მაღალი ალბათობით იცით, ჩვენ ჩავერევით ირანის პროცესებში და ეს უკვე რეჟიმ ჩეინჯს ნიშნავს. ვენესუელაში ტრამპმა ნახეთ რა გააკეთა, გარდა იმისა, რომ მადურო დაატყვევა და გადაიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასამართლებს მას, იქ ხელისუფლების ცვლილებას არ ცდილობს მოცემულ ეტაპზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ ჩატარდება ვენესუელაში არჩევნები, მაგრამ მანამდე ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დარწმუნდეს, რომ ვენესუელა იქნება ადეკვატური სახელმწიფო, არ არის გამორიცხული, რომ ირანთან, ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებითაც ეს მოხდეს და ამერიკა თუ ჩაერევა ალის რეჟიმს თუ დაამხობს საზოგადოებას თუ მისცემს შესაძლებლობას, რომ აირჩიოს ახალი ხელმძღვანელობა ირანისა, ან თუ დააბრუნებს ემიგრაციაში მყოფ კანონიერ ხელისუფლებას, მოდი ასე ვიტყვი, როგორც ეს მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც დაწდება ვითარება და არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება, მოდი ასე ვიტყვი, შეიძლება ასეთი ვარაუდის გამოთქმა, შეიძლება ასეთი ანალიზის, მან დაუშვა შეერთებულმა შტატებმა, დაუშვა ასე მაგალითად ერაყში, მაგალითად. და ხო, და ერაყზე უფრო სერიოზული შეცდომა ჩემი მოსაზრებით მან დაუშვა ავღანეთში და კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო ავღანეთიდან ისე გამოსვლა, როგორც გამოვიდა შეერთებული შტატები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ავღანეთის ოპერაციის დასრულება, ამის შედეგია რეალურად ის, რომ რუსეთმა ბევრი სუფლება მისცა საკუთარ თავს. კარგით, ამას თავანებოთ თავი, სად ძლიერდება რუსეთი, ამაზე ვილაპარაკოთ. ბელარუსისა და საქართველოს გარდა პრაქტიკულად ვერ გაიხსენებთ ქვეყანას, სადაც რუსეთი ძლიერდება. საქართველოში სამწუხაროდ, საქართველოში ვაგლახრობ ის
არა არც უძლიერია, არამედ გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო ასე მაგალითად 1 წლის წინ, ანუ გასული წლის 2025 წლის 7 იანვარს ხო იყო რუსეთი წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში და 26 წლის 7 იანვარს უფრო ძლიერია, იმიტომ რომ მას ეგულება აქ ეს დამფრთხალი და ამავდროულად ცოტა არაორდინალური არასწორი სიტყვაა, ცოტა შეშლილი ან შეშლილზე უარესი კაცი მეთქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ღმერთმა უწყის რატომ არის ასე ისტორია თუ გაარკვევს ამას სხვა ვერც ვერავინ ასე ჩამობღაუჭებული, ასე დამოკიდებული რუსეთზე ათასნაირი ვერსიის გავრცელება შეიძლება, ათასნაირი ვერსიაზე საუბარი შეიძლება, იმიტომ რომ რაღაც ფული აქვს იქ, იმიტომ რომ კომპრომატები აქვს, იმიტომ რომ რუსეთს გამოჭერილი ხავს, რითი ხავს გამოჭერილი, ესეც გასარკვევია, იმიტომ რომ ებუქრებიან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სავოკია, ხო სავოკიც არ არის, მაფიოზურ სავოკია რეალურად ბიძინა ივანიშვილი, თორე ეს საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელი რო არ არის, ეს გასაგებია, ასე მაგალითად რიმა ბერიძესავით ან გიავოლსკივით, ხო, ეს ხომ ფაქტია. ის რაღაც ოლიგარქია და ასე მას თავის ფული არ აქვს ქურდულ სამყაროსთან. ბევრი ვერსიის განვითარება შეიძლება და კომპეტენტურად მსჯელობა თითოეულ ვერსიაზე, ვერსიები რა დალებს და ბიძინა ივანიშვილიც გვაძლევს ამ ვერსიების განვითარების ამ ვერსიებზე საუბრის შესაძლებლობას, წინამორბედ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ, იმიტომ გვაძლევს რომ არ ვიცით რეალურად რა არის მისი ესოდენ სერიოზულად რუსეთზე დამოკიდებულების რუსეთთან დამონების საფუძველი არ ვიცით და ინფორმაციას ამის თაობაზე არ ვფლობთ, მისი ფინანსების თაობაზე მაგალითად გაზპრომში თუ ზოგადად რუსეთში. რუსეთი მაინც სუსტდება, ესეც უნდა ითქვას, ბელარუსის ლიდერიც კი გაცილებით ადეკვატური იქნება, ეგრე მაგის პასუხია გარკვეული პერიოდის შემდეგ და უკვე არის მეთქი, ვიტყვი ასე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი კაცი. ეს არ ნიშნავს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატები მოიცილებს იმ ფორმით, ამას ვუბრუნდები ამ თემას, კი მსაყვედურობენაც ხშირად ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც იმ ფორმით, რა ფორმითაც მოიცილა მადურო, ეს ანუ სპეცოპერაცია კი არ ჩაატარდება ივანიშვილის წინააღმდეგ, კი არა აწკაპნიან ასე ვიტყვი და არ გადააფრენენ შეერთებულ შტატებში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოება დგას ქუჩაში, შესანიშნავად დაინახავს და უკვე ხედავს კიდეც, რომ ბიზნესი არაადეკვატური მოთამაშეა და მას რაღაც უნდა ქართულ ხალხთან ერთად რაღაც უნდა მოუხერხოს დასავლეთი დაინახოს და დასავლეთი ნაბიჯებსაც გადადგამს. იმიტომ რომ ასე შავხრელად ნაცრისფერ ზონად მარტო საქართველოს დასაკვირველია ვერ დატოვებენ. ოღონდ მანამდე ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მანამდე გასაკეთებელია ირანის საქმე, მანამდე გასაკეთებელია უკრაინის საქმე, ირანისა და უკრაინის კიდე ცალკეულ რეგიონებში იქნება რაღაც აფეთქებები, შესაძლოა ჩასაქრობი იქნება 2026-27-ში. ჩინეთი დასაწყნარებელი ტაივანთან მიმართებაში თუ გადაწყვეტილებას მიიღებს პეკინი ამასთან დაკავშირებით, აღმოსაფხრელი თუ კი არა, არც დასაწყები არ იქნება ხსენებული თურქეთისა და ისრაელის კონფლიქტის შეერთებული შტატების ჩარევის გარეშე მხარეები შეიძლება ერთმანეთს მართლაც დაეტაკონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე უკვე დადგება რიგში საქართველოს ჯერიც, მე არ მგონია რომ მეგობარი აქტი გაუქმდა, აქვე გეტყვით, მე მგონია რომ რთულად, მაგრამ მეგობარი აქტი წინ მიიწევს და მიიღებენ შეერთებულ შტატებში მკვეთრ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, კიდევ უფრო მკვეთრ გადაწყვეტილებას რომ ვიცოდეთ, მაინც თავარია დასუსტდეს რუსეთი. ხა სხვა რეგიონზე უნდა ვისაუბრო და ეს რეგიონი გაგიკვირდებათ და არის კავკასიის რეგიონი მეთქი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგრამ ჯერ მოდით სხვა რეგიონებზე ვილაპარაკოთ ორი სიტყვით რუსეთის. რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესები მოსალოდნელია, არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი როგორც ერთიანი სახელმწიფო დაიშლება, მაგრამ უკმაყოფილება ცალკეულ მდიდარ რეგიონებში, რომლებიც ამარაგებენ მოსკოვს, რომელიც თავის მხრივ ომს აწარმოებს სრულიად უაზროდ უკრაინაში და ადამიანებს სამუთარ ჯარისკაცებს, სამუთარ მოქალაქეებს ხოცავს, წირავს და ხოცავს და ამავდროულად ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის სანქციების გამო უარესდება რუსეთის დასავლურ ნაწილში და რუსეთის აღმოსავლეთის ნაწილში ხო მით უფრო, ეს გამოიწვევს გარკვეულ, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, დეზინტეგრაციულ პროცესებს, მაგრამ თუ გნებავთ სხვა სიტყვა ვიხმაროთ, გარკვეულ უკმაყოფილებას მდიდარ რუსულ რეგიონებში, მაგალითად თათარსტანში, რომელიც ამარაგებს რუსეთს, რომელიც ძალიან დიდია, ეგრე მაგის პასუხია, ვება, როგორც ფედერაციის სუბიექტი, ეს არ ნიშნავს, რომ თათარსტანი გავა
რუსეთიდან ანეცდება რომ გავიდეს, მაგრამ გარკვეულ ისეთ პროცესებს, აქციებს, საპროტესტო აქციებს და ასე შემდეგ ჩვენ უნდა ველოდოთ თუ მაინც და მაინც 26-ში არა 27-ში მაინც, რაც რუსეთს გადაახედინებს მოსკოვს, გადაახედინებს პოლიტიკას რეგიონების მიმართ, თუ არ უნდა რომ დაიშალოს. დაიშალოს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს დეზინტეგრაციული პროცესები, ან საპროტესტო ტალღა არ გადაედოს სხვა რეგიონებს და უამრავი ამგვარი რეგიონია რუსეთის ფედერაციაში ოლქი და რეგიონი. მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ თქვენის ნებართვით ახლა არაიმედ ტატარსტანზე, რამდენადაც კავკასიის რეგიონზე. კონტექსტში ჩემს ავტორო გადაცემაში მე ახლაც ფორმულაში ვიმყოფები, გასული წლის დეკემბრის მიწურულს მე მყავდა სტუმრად ბატონი მერაბ ჩუხუა. ბატონი მერაბ ჩუხუა არის ზვიადგამსახურდიას მომხრე, აქედან დაიწყო ზვიადგამსახურდიას სპეციალური თუ არ ვცდები ასე ვქვია წარმომადგენელი, კანონიერი ხელისუფლებისა როგორც თავად უწოდებენ და ამ სახელდებაში არის ლოგიკა, იმიტომ რომ გადატრიალება მოხდა 92 წლის 6 იანვარს მოგიხსენებათ და ასე შემდეგ ისინი აპირებენ რაღაც არჩევნების ჩატარებას, მე კარგად ვერ გამიგია როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, მაგრამ ოკეი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მერაბ ჩუხუა გარდა იმისა რომ რაღაც ზვიადგამსახურდიას მომხრეა და ეს ძალიან კარგია და მის სწორ პოზიციაზე ყოფნაზე მეტყველებს, მერაბ ჩუხუ არის ალბათ საუკეთესო, ან ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ მე მგონი მაინც საუკეთესო კავკასიოლოგი, ეგრა მაგის პასუხია, კავკასიოლოგი არა გაპიარებული, ჩვენ გვყავს ერთი გაპიარებული კავკასიოლოგი, რომელიც რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში კავკასიის პოლიტიკასთან მიმართებაში, კავკასიის რეგიონთან მიმართებაში აზრზე არ არის, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. მერაბ ჩუხუ არის საუკეთესო სპეციალისტი კავკასიის რეგიონისა. ასევე ჩვენ გვყავს კავკასიის რეგიონის სხვა სპეციალისტები, მათ შორის საქართველოში, ვინც მუშაობს, მოღვაწეობს და ასევე უცხოეთში, ვინც მოღვაწეობს და მუშაობს და რაღაც კვლევით ორგანიზაციებში, აკადემიურ სექტორში და ასე შემდეგ, მათ შორის ბრიტანეთშიც ერთი-ორი მათგანი და ასე შემდეგ. მერაბ ჩუხუას მე ეთერშიც და ეთერს მიღბას ვკითხე, რომ კი, მაგრამ რა ხდება განსაკუთრებით ჩეჩნეთთან მე იჩქერიას უწოდებ, იჩქერიასთან მიმართებაში. ეს ხომ ძალიან ძლავრი ლიდერია მეთქი, ეს კადიროვზე საუბრობ, ხო, რო არ დამავიწყდეს, ჩემთან ერთად მერაბ ჩუხუასთან ინტერვიუს შემდეგ თუ მანამდე იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ლიდერი დღევანდელი ემიგრაციაში მყოფი, ბრიტანეთში მყოფი ახმედ ზაკაევი და მასაც ამ თემებზე ვესაუბრებ. და ბატონო მერაბმა გამიმხილა რისი გამხელისუფლებაც ალბათ მაქვს, კი აღარ ვიკითხავ სიმართლე გითხრათ, რომ ესე არ არის მაინც და მაინც რომ კადიროვი არის რუსეთის ერთგული. მე კადიროვის დასვას ვაუბრობ ხო ხდებით, მაგრამ მაინც კადიროვმა შეხფიცა არა რუსეთს, არამედ კადიროვმა შეხფიცა პრეზიდენტ პუტინს. არ იქნება პუტინი და არ იქნება ჩეჩნეთი ისეთი, როგორიც არის ახლა ერთგული რუსეთისა. ეგრა მაგის პასუხია ეკონომიკური სიდუხჭირე და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც გარდაუვალია რუსეთისათვის, მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ჩეჩნეთის რესპუბლიკასაც, კადიროვის ჩეჩნეთის რესპუბლიკასაც და გარკვეულწილად მას აახმამაღლებს მოსკოვის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მიჩვეულნი არიან ჩეჩნეთში, გროზნოში რუსეთთან, მოსკოვთან მჭიდრო კოოპერაციას და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან ბევრი ტრანშისა თუ სუბსიდიის მიღებას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია კორუფციულად იყენებენ და კორუფცია რასაკვირველია მძლავრობს ელიტური კორუფცია, მოდი ასე ვიტყვი, ჩეჩნეთში და არა მხოლოდ ჩეჩნეთში, მაგრამ აი ამ სუბსიდირებას, ამ აღებ მიცემობას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან დახმარებებს და ასე შემდეგ მიჩვეული კადიროვი თუ დაინახავს რომ მოსკოვი ადეკვატური არ არის იმ გაგებით, რაც გონია მას ადეკვატურობა, შესაძლოა გარკვეულწილად უკვე ახლავე გახდეს ერთგვარად ანტი-მოსკოვური რიტორიკა შეერიოს, შეეპაროს მას ხმაში. სხვა შორის კადიროვმა თქვა, რომ ის ძალიან დაიღალა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერობით და შვილს ვერ გადაულოცავს ის, მაგრამ თუ მას კითხავენ, ამჯობინებს რომ წავიდეს თანამდებობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მით უფრო რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კადიროვი თუ არ არის ჩეჩნეთის ლიდერი და პუტინის გარკვეული პერიოდის შემდეგ ან აღარ არის, ან დასუსტებულია, მე ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, ჩრდილოეთ კავკასია ზოგადად, დაღესტანი, ჩეჩნეთი, არა ჩრდილოეთ ოსეთი
დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ჩერქეზეთი რა პოზიციას დაიჭერენ უკვე დეზინტეგრაციული პროცესების დაწყების შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიაში კი არა მთლიანად რუსეთში. ვერავინ ვერ ითქვის, ვერავინ ვერ გააკეთებს ამის პროგნოზირებას. თუმცა ბატონი მერაბი ჩუხუა და ბატონი ზაკაევიც პრინციპში ისეთ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ ამას და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ჩეჩნეთის მებრძოლები, იჩქერიის მებრძოლები თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ისინი აქტიურად მონაწილეობენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, როდესაც მე ბატონ ზაკაევს ვკითხე, რომ კი, მაგრამ ეს ჯგუფი და რამდენიმე 1000 კაცია ლაპარაკი, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი 2-დან 3000-მდე. არის თუ არა ის ბირთვი, რომელსაც უნდა დაეყნოს უკვე შემდგომ ჩეჩნეთი, მან მითხრა, რომ პრინციპში ეს არის ბირთვი, თუმცა ადგილობრივ ახლა ვინც ცხოვრობს მოქალაქეები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, მათზე იქნება უმრავლეს შემთხვევაში დამოკიდებული, როგორ განვითარდება პროცესები გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ვიმეორებ. არავინ არ აპირებს რასაკვირველია კადიროვთან შერიგებას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კადიროვის ხელისუფლების დასუსტების ან კადიროვის წასვლის და რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების შემთხვევაში ჩეჩნეთი არა მაინც და მაინც დუდაევიზმს, დაუბრუნდეს, მაგრამ გარკვეულწილად იყოს ანტი-მოსკოვური. საერთოდაც ეს თეორია არსებობს და მე სავიდან ბოლომდე გავისიგრძეგანი, როცა ვესაუბრებოდი ბატონ ზაკაევს ან ბატონ ჩუხუას ამ თემაზე, რომ არ იქნება, ვერ დამყარდება კავკასიის რეგიონში მშვიდობა, მანამ სანამ არ განთავისუფლდება კავკასიის რეგიონის მინიმუმ 2, ეს არის ჩერქეზეთი და ჩეჩნეთი, მინიმუმ 2 რეგიონი რუსეთის მარწუხებიდან და დამოუკიდებელ სუბიექტებად არ ჩამოყალიბდება. სხვადასხვა ჩეჩნებიც და განსაკუთრებით ჩერქეზები ძალიან მადლიერნი არიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი და ეს ძალიან დიდი ისტორიული ამბავია. მე ვიცნობ ერთ ახალგაზრდა კაცს, გვარს არ დავასახელებ, რომელიც ხშირად არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ ჩადის ხოლმე ჩრდილოეთ კავკასიის ცალკეულ რეგიონებში და დაახლოებით 3-4 თვის წინ მიამბო ამგვარი ამბავი, რომ მე მომიწიაო რაღაც სუფრაზე ყოფნაო და იქ შესვეს ადამიანებმა, აი სუფრაზე იყო ოფიციოზის წარმომადგენლები იყვნენ იქ, მოსამართლეები, რაღაც პროკურორები და ასე შემდეგ და უცებო დუმილი სიშუმე ჩამოწვაო და თამადამო თქვაო, რომ ერთ სადღეგრძელობა წარმოსათქმელიო, სკამზე ავიდაო და თქვაო, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯვოსო, იმიტომ რომ მან ჩერქეზების გენოციდი აღიარა. სხვა შორის უკრაინელები ძალიან ადეკვატურები არიან ამ თვალსაზრისით, ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ იმპერიის რღვევა უნდა დაიწყოს, ადრე იქნება თუ გვიან და იმპერიის რღვევა უნდა დაიწყოს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში ან გაგრძელდეს ჩრდილოეთ კავკასიაში, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ჩვენთვის საშიშია თუ არა? სტერეოტიპული თვალსაზრისით ჩვენ რასაკვირველია ყველანი ვამბობთ, რომ უმალ სჯობს, რომ რუსეთი იყოს ერთიანი ქვეყანა, და ეს არის სტერეოტიპი, არასწორი აზრი, მოდი ასე ვიტყვი, ერთიანი ქვეყანა და ერთიან ქვეყანასთან თუნდაც იმპერიასთან ან იმპერიის ნარჩენებთან, მაგრამ ერთიანთან კონდეს საქმე, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის ცალკეული რეგიონები 3, 4, 5 რეგიონი დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბდეს, თან ჩვენ გვაქვს ეს სტერეოტიპული აზროვნება იმის თაობაზე, რომ რაღა ისინი უმრავლეს შემთხვევაში არიან მუსლიმები, აქედან გამომდინარე მათთან ურთიერთობა გაართულდება და ასეც არის თითქოს, მაგრამ ხომ არ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება ბუფერული ქვეყნების ან რეგიონების ერთიან სივრცეში წარმოდგენილების ან ცალ-ცალკე რეგიონების არსებობა რუსეთთან. ანუ ვიდრე რუსეთამდე უნდა იყოს რაღაცა ბუფერი, უმრავლეს შემთხვევაში მაინც, რომლის გადმოლახვაც რუსეთს სამომავლოდ გაუჭირდება, ჩვენ არ უნდა გქონდეს მეტწილად მაინც პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. ხო, არ ვიცი, დასაფიქრებელია, თუმცა ცალკეულ ექსპერტებს რომ ვკითხო, ეს რეგიონი შეიძლება იყოს ძალიან დიდი და მარტო იმ ტერიტორიებს არ მოიცავდეს, რომელზეც ახლა არის ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩერქეზეთი და ასე შემდეგ. და შეიძლება ამ რეგიონმა პირდაპირი საზღვარი, ცოტა სიგიჟეს ვამბობ მესმის, მაგრამ მაინც პირდაპირი საზღვარი ჰქონდეს ამ რეგიონს უკრაინასთანაც კი. და რასაკვირველია, იგულისხმება
პირველ ყოვლისა კრასნოდარის ოლქი და კრასნოდარის ოლქში ავიცი აი ამ რაღაც ძალების ინტერვენცია ალბათ სწორი სიტყვაა, მაგრამ ინტერვენცია ჯანსაღი კონოტაციით რუსეთის დაშლის დეზინტეგრაციული პროცესების გათვალისწინებით რუსეთში და საქართველოს უნდა გააფორმოს რაღაც ერთგვარი ალიანსი კავკასიის იმ ახლა წარმოქმნილ ქვეყნებთან თუ კავკასიის რეგიონის ერთ ქვეყანასთან თუ რამდენიმე სახელმწიფოსთან რაღაცა სუბიექტებთან თავდაუსხმელობის შესახებ და შესაძლოა უფრო მჭიდრო ურთიერთობაც კი დაამყაროს მათთან. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში კადილოვის გარდაცვალების რაც გამორიცხული სულაც არ არის იმდენ ძიმე მდგომარეობაშია. ან რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესების დაწყების, რაც ასევე გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ მარწუხები სანქციებისა მას უჭერს და გავანებოთ კავკასიას თავი და ერთ სხვა ტერიტორიებს მიუბრუნდეთ რუსეთისა დაწყების შემთხვევაში, რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესები დაიწყება და კავკასიის რეგიონს ექნება მეტი თავისუფლების შესაძლებლობა და ნუ გვაშინებს მაინც და მაინც თუ სწორ პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, იქნება და ეს იყოს ერთ-ერთი გასაღები, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისა. ეგრა მაგის პასუხია, ბატონმა ჩუხუამ, აღარ მახსოვს ეთერში თუ ეთერს მიღმა, უკაცრავად ბატონმა ზაკაევმა ეთერში მითხრა ამგვარი რამ, რომ ჯოხარ დუდაევმა, უდიდესმა კაცმა კავკასიის რეგიონისთვის და ჩემი მოსაზრებით არა მხოლოდ არც მიიღო საველე ის მეთაურები თავის დროზე 90-იან წლებზე საუბრობ, რომლებმაც უზარმაზარი და ცუდი უარყოფითი ნეგატიური როლი ითამაშეს ქართულ-აფხაზურ, ეგრეთ ეს იყო რეალურად ქართულ-რუსული კონფლიქტი, მაგრამ აი იმ კონფლიქტში, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, თქვენ რომ მოსწყვიტეთ საქართველოს მისი ულამაზესი, კავკასიის რეგიონის ულამაზესი კუთხეო, აფხაზეთიო, მას დუდაევს უთქვამს ეს შეუთვლია ბასაევისთვის და არა მხოლოდ, რომლებმაც უარყოფითი როლი ითამაშეს და იმ პროცესში და რასაკვირველია ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივესალმებოდეთ ამგვარ ჩეჩნებს, არ უნდა მივესალმებოდეთ კი არა, უნდა გმობდეთ ამგვარ ჩეჩნებს, რომლებიც ჩემი აზრით საერთოდაც რუსულ თამაშს თამაშობდნენ და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ უკვე შემდგომ რუსეთში განვითარებულ პროცესებშიც მათ ძალიან უარყოფითი და ანტიჩეჩნური, ანტიიჩქერიული პოლიტიკა აწარმოეს, ეს უკვე დუდაევის მკვლელობის და სხვა პროცესების მე უკვე მასხადოვის მკვლელობის და სხვა პროცესების შედეგი უკაცრავად მასხადოვამდე არც მივიდა ბასაევი რამდენადაც მახსოვს, მაგრამ მაინც მოკლედ 90-იან წლებზე ვსაუბრობ, უარყოფითი როლი ითამაშეს რასაკვირველია ბასაევმა და სხვა ჯგუფებმა. უკაცრავად ჩავხედავ მე ამიდა შემეშალოს და თქვენი მოთხოვებას გამომივიდეს ბასაევი როდის დაიღუპა ბასაევ. როდიში შამილ ბასაევი სამოცდახუთ წელს ყოფილა დაბადებული. არა, უბრალოდ 2006-ში. ხო, ანუ ის დუდაევს ხო მოესწრო და მასხადოვსაც ხადია მოესწრო და ორივე სიკვდილი ნახა ამ კაცმა. მოკლედ უარყოფითი როლი როგორ არ ითამაშა, ხო, როგორ 2006-ში არ ვიცი ხა წელი არასწორად არ მახსოვდა, მაგრამ ასაკვირველია 2000-იან წლების დასაწყისში მისი ბრალი იყო ბევრი ის ტერორისტული აქტი, რომელიც რუსეთში განხორციელდა. მოკლედ, ესეც რომ თქვა, სხვა არა გილაევის, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაფერი არ ვიცით, რომელიც საქართველოში იყო შემოსული და რომელსაც შეეძლო ჩვენთვის, საქართველოსთვის უაღრესად დადებითი როლის თამაში, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, როდესაც გაიხსნება ის რაღაც მიმოწერები მათ შორის და ის დოკუმენტები და ის გადაწყვეტილებები და იმაზეც ისაუბრებენ ის პირები, რომლებმაც იციან ამის თაობაზე ჩემზე მეტად, ჩემზე უკეთ, რა როლის შესრულება შეეძლო გილაევს და რა საუბრები იმართებოდა მაშინდელ, ანუ შევარდაძის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებთან და ვინ თამაშა უარყოფითი როლი მაშინ იმ პროცესში შევარდაძის გარსი. მოკლედ, რუსეთი სუსტდება და რუსეთიდან არ გამორიცხობს, რომ გავიდეს ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი მაინც. განსაკუთრებით გულისხმობ იჩქერია ჩეჩნეთს, ჩეჩნეთ იჩქერიას და ალბათ გულისხმობ ინგუშეთსაც შესაძლოა, დაღესტანსაც შესაძლოა და ასევე გულისხმობ
სხვა რეგიონებს, მაგალითად ჩერქეზეთს. ნახვამდის.